საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელბახიანის მამუკა ნიკოლაიშვილის ალექსანდრე სილაგაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დავისაგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329 მუხლის მესამე ნაწილი წარმოადგენდა. სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეზე, რომელიც 2010 წლამდეა ჩადენილი პირის ბრალდებულად ყოფნის პერიოდი 12 თვით, 2010 წლის შემდეგ ჩადენილზე კი 9 თვით განისაზღვრება. ამავდროულად სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევაში ბრალდებულებს უფლება არ ჰქონდათ მათი საქმეები ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. მოსარჩელთა პირველმა კოლეგიამ სადავო ნორმები გააუქმა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომელითაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობაა გათვალისწინებული. თუმცა აღსრულება 2015 წლის 1 მაისამდე გადააბადა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 მაისის შემდეგ აღნიშნული ტიპის დანაშაულებზე ბრალდებულად ყოფნის პერიოდი ყველასათვის თანაბრად 9 თვით განისაზღვრება. სასამართლომ ძალა დაკარგულად ცნო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მსგავსი საქმეების განხილვაზე მოქმედი შეზღუდვაც. არაკონსტიტუციური იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14a საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329 მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებული წინასასამართლოს ხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9-თვიანი ვარის გამოყენების შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალა დაკარგულად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329 მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე, ანუ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე ვრცელდება ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ერთი და იგივე დანაშაულში ბრალდებული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს,